უფრო კომპლექსური გახლეჩვა ასევე შეიძლება მოხდეს სიგნალის და ამისთვის ძალიან კარგი მაგალითი იქნება დარიჩინალდეჰიდი, რომელშიც დავაკვირდებით 3 პროტონს, განვიხილავთ აი ამ პროტონის სიგნალს და მის ორ მეზობელ პროტონს, ეს მეზობელი პროტონები იქნება, მოდი სხვადასხვა ფერით შევღებოთ, ეს იყოს წითელი და ეს იყოს რაღაცა ვარდისფერი. ეხლა ჯერ მოდი შევხედოთ როგორც ვაკეთებდით აქამდე ამ გახლეჩვის ამოცანებს. მაქვს წყალბადი, მისი ქიმიური წანაცვლება არის 6.7 მილიონზე და აი აქ არის მისი სიგნალი, ხო? აქ არის მისი შესაბამისი სიგნალი და თუ გამოვიყენებთ n+1-ის წესს, ვიცით რომ n-ი აქ არის 2, იმიტომ რომ 2 მეზობელი ყავს, ანუ თვითონ არის აი ამ ნახშირბადთან დაკავშირებული და ეს არის ერთი მეზობელი ნახშირბადი, ეს მეორე და თითოს ყავს თითო პროტონი. ასე რომ 2 არის n-ი და n+1-ის წესის მიხედვით 2+1, ანუ 3 პიკი უნდა იყოს, ანუ 3-ად უნდა გაიყოს სიგნალი. მაგრამ აქ თუ გადავთვლით, აშკარად ჩანს 1, 2, 3 და 4. ესე იგი გვაქვს 4 პიკი, ანუ 4-ად არის გაყოფილი სიგნალი. როგორ ავხსნით ახლა ამას? მოდი ჯერ ავიღოთ, დაუკვირდეთ, მოდი ჯერ ავიღოთ აი ეს პროტონი, ასე ვაკვირდებით ამის სიგნალი და შემდეგ მხოლოდ დაუკვირდეთ აი ამ წითელი პროტონის გავლენას, რომლის შეუღლების მუდმივაა 12 ჰერცი, მოდი ესე დავწერ და ეს გახლეჩს ამ სიგნალს ორად, ესე იგი, გვექნება ახლა 2 სიგნალი, ერთი აქეთ, ერთი აქეთ. მანძილი აქ როგორც თქვი არის 12 ჰერცი და გვაქვს ორად გახლეჩილი სიგნალი ჩვენი ლურჯი პროტონის. და ახლა განვიხილოთ ეს სიგნალები და განვიხილოთ რა გავლენა აქვს ამათზე აი ამ პროტონს, რომელიც არის ვარდისფერ ფერში და რომელთანაც შეუღლების მუდმივი არის 6 ჰერცი. ეს გახლეჩს კიდე თავის მხრივ ამ ორ სიგნალს ორ სიგნალად, ესე იგი ერთი აქეთ და ერთი აქეთ. ესე იგი თითოეულ შემთხვევაში აქ მანძილი არის 6, ხო? და ახლა გვაქვს აქედან 2 სიგნალი, ცოტა პატარად გავაკეთებ და აქედანაც ცოტა რა თქვა, ასე 2 სიგნალი. ანუ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ აქ ახლა გამოვიყენეთ ცოტა მოდიფიცირებული n+1-ის წესი, ანუ ჯერ სანამ არ გქონდა, სანამ ქვედას არ ვაკვირდებოდით, სანამ განვიხილავდით მარტო აი ამ წითელი პროტონის გავლენას, შეგვეძლო გვეთქვა, რომ ამ ლურჯ პროტონს ყავს 1 მეზობელი, ხო? და ესე იგი 1+1, ანუ 2 პიკი ექნება, ორად გაიყოფა და მართლაც აი ამ პროტონის გავლენით გაიყო ორად და შემდეგ ისევ შეგვეძლო გვეთქვა, რომ ახლა სხვა მეზობელს განვიხილავთ, 1 მეზობელი ყავს, 1+1 იქნება ეს პიკი, ანუ 2 ნაწილად გაიყოფა და ესე იგი თითო სიგნალი გაიყოფა კიდევ 2 ნაწილად. ესე იგი არ მიგვიღია ტრიპლეტი, ანუ ტრიპლეტს ველოდით და არ მიგვიღია ეგ, მივიღეთ კვარტეტი. ანუ გვაქვს აი ეს 4 სიგნალი და შეესაბამება მართლაც 1, 2, 3 და 4, აი ამ 4 სიგნალს. ახლა მოდი ესეთი ჰიპოთეტური რაღაც დავუშვათ და ეგ ძალიან კარგად გამოიკვეთება ერთი საინტერესო მომენტი, რომელიც თითქოს წარმომავლობაზე მიუთითებს იმის თუ რატომ ველოდით ტრიპლეტს. ანუ რატომ მუშაობს n+1 წესი მხოლოდ ექვივალენტური პროტონებისთვის. ამ შემთხვევაში ხომ ექვივალენტური პროტონები არ გვაქვს, მაგიტომ არ იმუშავა ამ წესმა. რომ გქონოდა, მოდი დავუშვათ, რომ გქონოდა 12 ჰერცი შეუღლების მუდმივა ამ პროტონისთვისაც. მაშინ რა მოხდებოდა? ესე იგი, ისევ დავიწყებდით იქიდან, რომ გვაქვს ერთი სიგნალი, შემდეგ ეს ერთი სიგნალი იხლიჩება ორად აი ამ წითელი პროტონის გავლენით, ესე იგი, აქ გვაქვს შეუღლების მუდმივა 12 და შემდეგ გვაქვს ახლა, მოიცა, 2 ახალი სიგნალი და ახლა ეს სიგნალებიც იხლიჩება ამ მეორე პროტონის გავლენით და შედეგად ვიღებთ ახლა ნახოთ რამდენ სიგნალს. ესე იგი, ერთი აქ და ერთი აქ, მაგრამ ამათ შორისაც მანძილი ახლა არის 12 ჰერცი, ხო? ხომ დაუშვით, რომ მოდი აი ისეთ ვითარება იყოს, სადაც ამის ნაცვლად გვაქვს 12 ჰერცი. და მაშინ რამდენი პიკი გამოგვია დაუკვირდეთ? გვექნება ესე იგი, ერთი პიკი, შემდეგ მეორე პიკი და მესამე პიკი. ანუ თელი იდეა ტრიპლეტის სწორედ ეს არის, რომ როცა თანაბარი შეუღლების მუდმივა გვაქვს ორივე პროტონთან, მაგ შემთხვევაში აი ასეთი რაღაც ხდება და ამიტომ არის რომ ვიღებთ ტრიპლეტს. მაგრამ აქ არ გვქონდა თანაბარი შეუღლების მუდმივა ამ პროტონებთან, სხვადასხვა გვაქვს და შესაბამისად მივიღეთ აი ესეთი ხე გახლეჩვების და გამოგვივიდა საბოლოოდ 4 სიგნალი, ანუ 4 პიკიანი სიგნალი მივიღეთ აი ამ ლურჯი პროტონისთვის. ესე იგი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედეგი რაც გამოგვივიდა აქ არის
ეგრეთ წოდებული დუბლეტების დუბლეტი ან ორმაგი დუბლეტი, ხო? ანუ კვარტეტის ნაცვლად უფრო სწორი არის რომ ეს უწოდოთ, იმიტომ რომ სპეციფიური გახლეჩვა არის, კომპლექსური გახლეჩვა და მივიღეთ აი ეს. მოდი კიდევ ერთი მაგალითი გავაკეთოთ კომპლექსურ გახლეჩვაზე. ესე იგი, ავიღოთ აი ეს ნაერთი და დაუკვირდეთ აი ამ პროტონს, დაუკვირდეთ მაგის მეზობელ პროტონს, რომელთანაც 12 ჰერცი არის შეუღლების მუდმივა და კიდევ დაუკვირდეთ აქ წვილ მეზობელ პროტონებს, რომელთანაც 7 ჰერცი არის შეუღლების მუდმივა, ხო? ეხლა ჯერ განვიხილოთ ისევ ერთი სიგნალი ამ ლურჯი პროტონის, რომელიც აი ამ წითელი პროტონის გამო გაიხლიჩება ორად. ორად რატომ გაიხლიჩება? იმიტომ რომ ერთი მეზობელი ყავს და n+1-ის მოდიფიცირებული წესი არის, რომ მაინც ისევ n+1-ს ვიყენებთ რეალურად, ესე იგი, აქ და n+1 გამოდის ამ შემთხვევაში 2, რადგან n 1-ია და ამიტომ ვიღებთ 2 სიგნალს. და აქ გვექნება გახლეჩვის მუდმივა 12. ესე იგი, ეს არის მოდი ზემოთ დავწერ 12. ახლა გვაქვს 2 სიგნალი, ერთი აქ და მოდი ცოტა წესიერ გავაკეთებ ამას. ესე. და ახლა დავუკვირდეთ აი ამათ. ესე იგი, ისევ გამოვიყენოთ n+1, n ამ შემთხვევაში არის 2, ესე იგი 2 + 1, ანუ 3, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს მეზობელი პროტონები თითოეულ ამ სიგნალს გახლეჩენ 3 ნაწილად, ხო? 3 სიგნალად. ხა ეს ცოტა ყურადღებით უნდა გავაკეთო, ესე იგი ერთი ჩამოვა აქ, პირობითად ერთი აქეთ და ეცაც. მოდი, რომ არ ვიწვალო, ცოტა ზუსტად გავაკეთებ, მეტნაკლებად ზუსტად. რაღაცა ასე. და რეალურად ესენი გადაფარო არ ექნებათ, ხო? ანუ ეს რომ ყოფილიყო მაგალითად 6 ჰერცი, მაშინ აქ მივიღებდით ერთ საერთო იმას, მაგრამ ეს 7 არის და ესეც 7-ია და ამიტომ ცდებიან ერთმანეთს 2-ით. შემდეგ აი ასე და ასე. და ხო, თითოეულიდან მივიღებთ თითო სიგნალს, ესე იგი 1, 2, 3, 4, 5 და 6 და აი ამათ შორის მანძილი არის 7, ამათ შორის მანძილი არის ცოტა, მოდი ესე გავაკეთებ აი ეს მანძილი არის ასევე 7, ხო? მე ეს მანძილი არის 7, ანუ სხვადასხვა ადგილას ვწერ რომ ერთმანეთთან არ გადაიფაროს. და ესეც არის 7. ანუ შეუღლების მუდმივა ამ შემთხვევაში არის 7 და საბოლოო ჯამში აქედან ხედავთ რომ მივიღეთ 6 პიკი. 6 პიკი. და ესეც არის ერთ-ერთი მაგალითი კომპლექსური გახლეჩვის.